ბავშვობაში ზაფხულობის სკოლა რომ დამთავრდება ხოლმე იქ ვიყავი და იგი ირაკლი და მამიდა შენს ქმარი ცხონებული ზურა მაგარი კაცი ხორცა ყიდიდა ხოლმე წამიყვანდა ეს ხორცა ყიდიდა მე რაღაცას თამაშობდი თან კომუნისტები რო წარმოიდგინეთ უცებ რა ხო და ამას მოამთავრებდა მე ამ ხორცს ამოიღებდა და ტაფაზე მიწოდა ხოლმე მწვადს რა აი მაგის გემო არ დამავიწყდა ირაკლი აი ხო შამპურზე შემწვარი მწვადა რაღაცა ეხლა მე ცოტა ქონიანი ავიღე იმიტომ რომ მიყვარს რა ხო და მაშინ ბავშვი ვიყავ და არც ერთ ბავშვს ქონიანი არ მოწონს ეხლა შენ რაღა ბავშვი არ შენ რაღა ბავშვი ხარ ბიჭო ხო და მაგას ვიძახი არა ქონიანი არ არის არ უბრალოდ ქონიანია ხო და რახან ბავშვი ვიყავ მოხონდა ხოლმე სუკი და წვავდა ამ სუკის ხორცს ტაფაზე აი ეს იყო რაღაცა რა მილიონჯერ მიჭამია სხვანაირად რავი შამფურზე შემწვარი იმაზე შემწვარი მაგრამ აი ეს გემო მე მინდა რომ ხა შენ გაგასინჯო რა ეს გაჭერი შუაზე ხელზე არ გადამატარო თხილად ქენი აი ეგრე ხო და მინდა თქვენს გაჩვენოთ რა ხორცს დაჭერით აი არაფერი არ უნდა ოღონდ აი კარგად დაჭეხეთ ეხლა ეს ხორცი მომეჩავჯელა ნიკო ძიამ გამოგვატანა რა თბილისში არის აწყურის ოცნომერში ყასაბია ხო და იმის განა ვყიდულობთ ხოლმე და მეთქი ნიკო ძია მოიტამეთქი რა ერთი დანა ამას ისაქენი რა ქვია დაგვიჭერი მეთქი და დაგვიჭრა ამას უნდა მარილი ტაფა შავი პირპილი აუცილებლად ხახვი და კეთილგული მეტი არაფერი არ უნდა რა მოდი ეს ხონერად კითხვი როცა ტაფაში შამპურზე იწვება ყველაფერი ეს ქონი ჩამოდის დაბლა ჩადის ქოლესტერი არ აქვს ტაფაში ქოლესტერი აქვს ვისაც ქოლესტერის გეშინიათ და ტაფაში შეწვა გინდათ